საქმე საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟების მიმოხილვით, რა თქმა უნდა, ამერიკული სავაჭრო სესიის შეჯამებით უნდა დავიწყოთ. წინა სესია დიდად გამორჩეული არ ყოფილა, საკმაოდ მკვეთრი კორექციაც ვიხილეთ, მათ შორის 1.9%-იანი ვარდნა იყო S&P 500-თან და NASDAQ-თან. დღეს კი როგორც ხედავთ, საკმაოდ პოზიტიური ვითარება გვაქვს. გამოსწორებული არის 100 თუ ისე ინვესტორების განწყობა, S&P 500-თან 0.5%-იანი მატება, Dow Jones-თან +0.16%, NASDAQ-თან კი როგორც ხედავთ, +0.78%. ამ ეტაპზე ვითარება, როგორც გითხარით, ამერიკული კომპანიების მიმართ არის შედარებით გაუმჯობესებული, უფრო კონკრეტულად კი ყველაზე კარგი შედეგი აქვს ამ ეტაპზე, როგორც ხედავთ, Broadcom-ს 3%-ზე მეტი არის მისი ზრდის მაჩვენებელი, Google-იც მშვენიერი შედეგითაა წარმოდგენილი +2.5%, Meta 1.5%-იან ზრდას აფიქსირებს, Eli Lilly კი საერთოდაც 4%-ით გაიზარდა, ახალ რეკორდულ ნიშნულამდე ის უკვე პლანეტის რიგით მე-12 ყველაზე მსხვილი კომპანია გახდა. თუ ეს ფარმაკოლოგიური გიგანტი ასეთ ტემპით გააგრძელებს განვითარებას და წონაში კლების პრეპარატების წარმოების მიმართულებით პროგრესის მიღწევას, მაშინ ძალიან მალე მას ალბათ უკვე ტოპ 10-ში კი ვიხილავთ და არ იქნება გამორიცხული ისიც, რომ დიდი შვიდეული თეორიულად ჩაანაცვლოს Eli Lilly-მ და დიდ შვიდეულს შეიძლება გამოეთიშოს რომელიმე მათგანი. ერთ-ერთი კანდიდატი გამოთიშვის არის Tesla, რომელსაც ვიცით, რომ ბოლო პერიოდში დიდად გამორჩეული სიახლეები არ და ვერ აქვს. აქვე ევროპაზე გადავინაცვლოთ, აქაც საკმაოდ პოზიტიური განწყობა გვაქვს, როგორც ხედავთ, 600 უცხოელი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია 0.18%-ით არის გაზრდილი. ასევე იმატებს შანხაის ინდექსის შეფასებაც აქ მატება არის, როგორც ხედავთ, 0.22%. ერთადერთი ნეგატიური შედეგი დღეს დაუფიქსირდა იაპონურ Nikkei-ს, რომელიც დაეცა 2.5% და თუ კი პიკურ მაჩვენებელს შევადარებთ, რომელიც 2 კვირის წინ დაფიქსირდა, უკვე იაპონურ ბირჟას აქვს ლამის 6%-იანი კორექცია. ეს გარკვეულწილად იმაზე მიუთითებს, რომ ის ზრდა, რომელიც ვიხილეთ, ცოტა არ იყოს და სპეკულაციური იყო, ეს არ იყო განპირობებული არც კომპანიების ფინანსური შედეგებით, არც ქვეყნის ეკონომიკური ზრდით, არც რაიმე ისეთი გარდამტეხი ცვლილებით, რაც შეიძლება თეორიულად დაკავშირებული იყოს მაგალითად ახალი ინოვაციის შექმნასთან. ეს ყველაფერი უბრალოდ იყო დაკავშირებული ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევასთან და მის შეხვედრასთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ხოლო ზოგადად პრემიერის არჩევა დიდად საფონდო ბირჟაზე წესით არაფერს არ ცვლის და საფონდო ბირჟა როგორც წესი ასეთი პიკური აღმასვლის შემდეგ უბრუნდება თავის მედიანურ ნიშნულს, აი დაახლოებით ეს ხდება ახლა იაპონიასთან მიმართებით. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენ ნავთობზეც. ის არის დღევანდელ სავაჭრო სესიაზე გაიაფებული საშუალოდ 0.5%-ით და ამ ეტაპზე როგორც თავად ხედავთ, ბრენტის ფასი არის $64, WTI კი $60 იბაჭრება. ასევე კორექცია გვაქვს ბუნებრივ აირთანაც დაახლოებით 2%-იანი მეგავატ-საათი ენერგიის ფასი, როგორც ხედავთ, ჩამოწდა 32 ევროიან ნიშნულს. რაც შეეხება ოქროს, მის მაღირებულებამ როგორც იქნა მოიმატა დაახლოებით $50 უნციაზე და ამჟამად როგორც ხედავთ, მეტალის ღირებულება შეადგენს $382, თუმცა პიკურ მაჩვენებელთან შედარებით ვარდნა ძალიან მკვეთრია, კერძოდ დაახლოებით ხედავთ $450-იან კორექციას და ეს პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა 3-4 კვირის წინ, მას შემდეგ ოქროს მიმართ ინტერესი თითქოს და ერთ დღეში გაქრა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, რადგანაც სწორედ ასე ხდება, როდესაც 100 თუ ისე გეოპოლიტიკური რისკები სტაბილურდება და საფონდო ბირჟა ადის ახალ რეკორდულ ნიშნულზე. მაშინ უკვე ინვესტორებს ურჩევნიათ, რომ კაპიტალი გადაიტანონ შედარებით უფრო აქტიურ და ზარდ აქტივებში. ოქრო კი აქტიური აქტივი საერთოდაც არ არის, პირიქით ის არის ყველაზე პასიური აქტივი, რომლის მოფიქრებაც საერთოდაც შეიძლება. აქვე კრიპტოინდუსტრიაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელსაც ძალიან რთული კვირა ჰქონდა. ამ ეტაპზე მცირედ იმატება გვაქვს 1%-იანი ბაზრის არტის შეფასება დაუბრუნდა $3.5 ტრილიონს. ბიტკოინის ფასი 103.500, ეთერიუმი $3.400 ივაჭრება. რამდენიმე საათის წინ ბიტკოინი 100.000-იან ნიშნულსაც კი ჩამოწდა, როგორც ხედავთ, ეს ვარდნა ერთკვირიან პერიოდში მკაფიოდ ჩანს. ბიტკოინთან გვაქვს დაახლოებით -7.5%, ეთერიუმთან კი -14%. ინვესტორების განწყობა კრიპტოინდუსტრიის მიმართ ძალიან მკვეთრად გაუარეს და ეს კი თავისი არსით ამერიკული საფონდო ბირჟის დაღმასვლით იყო განპირობებული და არსებობს გარკვეული ისტორიული კორელაცია ზოგადად ბიტკოინსა და NASDAQ-ის ინდექსს შორის, როცა NASDAQ-ი ეცემა, მაშინ ბიტკოინის ფასიც იკლებს, ამისი უარყოფა არის შეუძლებელი, რადგანაც როცა იკლებს ზოგადად ინვესტორების ინტერესი და აპეტიტი რისკის მიმართ, მაშინ რა თქმა უნდა კრიპტოაქტივების
ფასებზეც ნეგატიური ზეწოლა იზრდება. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც მოგეხსენებათ ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი, ეს არის საქართველოს ბანკი, რომელსაც დღეს შედარებით პოზიტიური შედეგი აქვს, +0.32% არის მატება. TBC-ს კიდევ უფრო უკეთეს შედეგი აქვს, +0.82%, მაგრამ თუ დავაკვირდებით გრძელვადიან პერსპექტივას, დავინახავთ, რომ TBC-ს მთელი წელია ფაქტობრივად არ ჰქონია პროგრესი. როგორც ხედავთ, ამჟამად ზუსტად იქ ვიმყოფებით, სადაც ვიყავით მიმდინარე წლის თებერვალში. ანუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის ინვესტორები, რომლებმაც TBC-ის აქციები შეიძინეს მაგალითად, აი ამ კორექციის დროს ან აი ამ პიკური ნიშნულის პერიოდში მათ ფაქტობრივად გაუქრათ ის ძირითადი საინვესტიციო ამონაგები, რომელიც წესით უნდა მიიღოთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ცხადია, არ ვსაუბრობთ იმ დივიდენდებზე, რომლებიც მათ ძირითადად დაერიცხათ. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც, რომელიც როგორც ხედავთ, დოლართან მიმართებით 2.71-ად არის ხელმისაწვდომი, ევროსთან კურსი გვაქვს 3.11, აქ გამყარება უკვე თვალშისაცემია, ხოლო სტერლინგის კურსია 3.53. და ბოლოს აქვე უნდა ვისაუბროთ Foresight-ის ლარს ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევს თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი და რაც თავარი აქ გრძელვადიან აჩექმნათ დოლარი. სარგებლის მოცულობა წლიური საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით 9%-ს, ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში კი სარგებლის მოცულობა აჭარბებს 10%-ს. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაირიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.